რეგიონში სახელისუფლებო კრიზისი მძაფრდება, რის გამოც შესაძლოა მმართველობა ყოფილი ხელისუფლების ხელში აღმოჩნდეს. ამიტომ საჭიროა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მარჩილ ხაბაძემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დაკავებული თანამდებობები დატოვონ. განცხადება დღეს ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გააკეთა. დავით რობაქიძის თქმით, პარტიიდან პარტიაში გადასვლა, თანამდებობიდან გადადგომა, ალიანსებისა და კოალიციების შექმნა კრახით მთავრდება. რობაქიძე აღნიშნულ პირებს ურჩევს რეგიონის სასარგებლოდ პოლიტიკური საქმიანობა ოპოზიციური ფლანგიდან გააგრძელონ, რათა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სხვისი ავტორიტეტის გარეშე შეძლონ ნდობის მოპოვება. რობაქიძის განცხადებას გამოეხმაურა მურმან დუმბაძე. მისი თქმით, ის პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ლეიბორისტული პარტიის მიერ არ არის დანიშნული და მათი მითითებების გათვალისწინებას არ აპირებს. კრახი განიცადა კოალიცია და უახლოეს მომავალში ისინი მარტივ მომრავლებლად დაიშლებიან და ეს იქნება პირდაპირ განვაცხადოთ, რომ საქართველოს ისტორიისთვის კიდე ერთი წარუმატებელი ნაბიჯი იმისა, რომ ისევ ყოფილ ხელისუფლებას დაუტოვებენ საკანონმდებლო ორგანოს. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა გამოვიდეს და რეგიონი კონკრეტულად გამოვიდეს კრიზისიდან, საკანონმდებლო ორგანო დაემსგავსოს საკანონმდებლო ორგანოს და აღმასრულებელი ორგანო დაემსგავსოს აღმასრულებელ ორგანოს, მე მოუწოდებ ბატონ დუმბაძეს და მოუწოდებ ბატონ ხაბაძეს დაწერონ განცხადებები და გადადგდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ლეიბორისტული პარტიის წევრს არ აურჩევი ვარ მე ამ თანამდებობებიდან. იმ გადამაღლებას ვინამ ვინც ამირჩია. ასე რომ ამაზე მეტი კომენტარი არ ვის, რაც ის ასწლომაზე ცოტა სერიოზული თუ არ არის ამე ის მითხარით.